მოგესალმებით მეგობრებო, ნერუ არის დღეს ისევ თქვენთან ერთად. დღევანდელ ვიდეოში ვეცდები რომ აღვხს 10 სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება გავიმარტივოთ თამაშის მოგება კრიფების დახმარებით. მანამ სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავიდოდეთ, ჩემი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რადგანაც მაყურებლების მხოლოდ 26%-ს აქვს არხი გამოწერილი. პირველი სტრატეგია ესე გამოიყურება, აუცილებლად უნდა დავაფინიშოთ ხოლმე კრიფები, იმისათვის რომ უფრო მეტი გოლდი მივიღოთ. თუ დავაკვირდებით, თუ კრიფს არ დავაფინიშებთ, პირველი კრიფი გვაძლევს 51, მეორე გვაძლევს 26, ხოლო მესამე გვაძლევს 88-ს. ხოლო თუ კრიფებს დავაფინიშებთ, პირველი მოგცემს 66, მეორე მოგცემს 34, ხოლო ბოლო მოგცემს 115. ჯამში 50 გოლდით მეც ვიღებთ, თუ ყველა კრიფს დავაფინიშებთ. მართალია ბევრი არ არის, მაგრამ თუ ჩვენი მოწინააღმდეგე კრიფებს არ დავაფინიშებს და ჩვენ დავაფინიშებთ, მათზე უფრო წინ წავალთ გოლდით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე უფრო სწრაფად ვიყიდით აიტემებს და შემდეგი teamfight-ი ან განკი, როდესაც იქნება, ჩვენ უფრო გამოსადეგები ვიქნებით teamfight-ში ვიდრე ისინი. ასევე აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ თამაშის პირველ 5 წუთში gold lane-ზე კრიფები უფრო მეტ ფულს იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში, ხოლო XP lane-ზე უფრო მეტი XP-ს იძლევა, ვიდრე დანარჩენ დროს. ასევე უნდა ვიცოდეთ ის ფაქტიც, რომ კრიფები ჩნდებიან ყოველთვის, მაშინ, როდესაც ტაიმერზე 10 წამი ან 40 წამი ეწევით. ეს ყველაფერი ამ სტრატეგიების ნაწილი არ არის, უბრალოდ ჩავთვალე რომ ეს ინფორმაცია გამოსადეგია. მოკლედ პირველი სტრატეგია არის ის, რომ აუცილებლად უნდა დავაფინიშოთ კრიფები, ამ გზით მაქსიმალური რაოდენობის ფულს მივიღებთ, რისი მიღებაც შეგვიძლია ლაინიდან. შემდეგი რამოდენიმე სტრატეგია ზუსტად ამ მექანიკაზე არის თამაშის დაფუძნებული, კრიფების დაფინიშებით თუ მაქსიმალური რაოდენობის ფულს მივიღებთ, თუ ჩვენ მოწინააღმდეგეს არ მივცემთ მათი დაფინიშების უფლებას, ეს იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, ისინი უფრო ნაკლებ ფულს მიიღებენ, ვიდრე ჩვენ და შესაბამისად უფრო წინ წავალთ გოლდით. საჩვენებლად მინდოდა რომ პატარა ვიდეოსავით გადამეღო, მაგრამ როგორც ხედავთ, კომპიუტერი მაგ ყველაფერს არ ითვალისწინებს, მორივა ნამდვილად შეუძლია რუბის სანზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეს ვაკლებდი, უკან არ იხევდა. ჩვეულებრივი მოთამაშე რო ყოფილიყო, უბრალოდ ტურენჩი დაიმალებოდა და მაქსიმალურად ეცდებოდა, რომ ჩემგან დიმეიჯი არ მიიღო, რის გამოთაც, რა თქმა უნდა, კრიფებს ვერ დავაფინიშებ და მე უფრო ახლოს ვიქნებოდი მის კრიფებთან, ვიდრე ის ჩემ კრიფებთან. შესაბამისად, მე, როდესაც კრიფი მოკვდებოდა, ფულს ავიღებდი, ხოლო ის ვერა. შესაბამისად, გოლდით უფრო წინ წავიდოდი. კრიფებს აქვს გარკვეული რეინჯი, ამ რეინჯში თუ არ ვიქენით, როდესაც ის მოკვდება, ფულს ვერ ავიღებთ. ამ შემთხვევაში ზუსტად მაგ მექანიკას ვიყენებ, მაქსიმალურად ვეცადე, რომ სანი კრიფებთან ახლოს არ მისული რადგანაც ტურენდი გლავდა მათ, შესაბამისად მან ვერანაირი ფული ვერ აიღო, როდესაც ისინი მოკვდნენ. ანუ ჩვენი მეორე სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ მოწინააღმდეგეს კრიფებთან ახლოს მისვლის უფლება, ეს ყველაფერი ამართლებს უმეტესწილად მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეზე ძლიერი გმირი გყავს და მისი დამარცხება ერთ-ერთზე ძალიან მარტივად შეგვიძლია. ხოლო თუ მოწინააღმდეგეს გმირი ჩვენ გმირს ერევა, შეგვიძლია რომ აი ესეთი მეთოდი გამოვიყენოთ, გავაჩეროთ ბოლო კრიფი, რაც შეიძლება ტურენდთან ახლოს და არ მივცეთ ტურენდში შესვლის უფლება, რათა ტურენდმა არ შეუტიოს. როდესაც ჩვენი კრიფები მოვლენ, ის კრიფი გააჩერებს მათ, შორს აღარ წავლენ. შესაბამისად, მოწინააღმდეგის კრიფებიც ჩვენ ტურენდთან უფრო ახლოს იქნებიან, ამიტომაც მათი დაფინიშებაც ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება და ასევე, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეს ჩვენს გაზონვას, ჩვენს, ასე რომ ვთქვათ, გაყვანას კრიფებისგან შორს ვერ შეძლებს. ასევე ისიც აღსანიშნავია, როდესაც აი ესეთი ტაქტიკებით ვთამაშობთ, ანუ როდესაც ვთვლით, რომ მოწინააღმდეგე ტურენდთან ახლოს დავუდგეთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ის კრიფებთან არ მიუშვათ, ყოველთვის არის ხოლმე იმის რისკის შანსი, რომ მოწინააღმდეგე განგზა ვიკეთებს და ჩვენ ამ აგრესიულ ტაქტიკას, ასე რომ ვთქვათ, მალევე აღმოფხვრის და მოგკლავთ. ზუსტად ამიტომ ყოველთვის უნდა გქონდეს ყურადღება მაპზე, ხოლო თუ მოწინააღმდეგეს აი ამ ტაქტიკით ვეთამაშებით, რომელსაც ახლა მე ვეთამაშები, არის იმის შანსი, რომ ისინი შეცდომას დაუშვებენ, მოწყინდებათ, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ტურენდში ყოფნა და მათი მოკლა გაგვიმარტივდება, თან ჩვენთვისაც რისკი არ არის, რადგანაც ტურენდში ვიმყოფებით და მოწინააღმდეგის განკისიც აღარ გვეშინია. ესე ჩვენი მესამე სტრატეგია, ეს სტრატეგიები გვეხმარება ნებისმიერ სიტუაციაში, თუ მოწინააღმდეგეებს ვჩაგრავთ, ერთი უნდა გამოვიყენოთ, ხოლო თუ ისინი გვჩაგრავენ მეორე, ხოლო რაც შეეხება მეოთხე სტრატეგიას, მეოთხე სტრატეგია გამოიყურება ესე, როდესაც მოწინააღმდეგე მკვდარია, ან დავინახავთ რუკაზე, რომ ის სადმე სხვა ლაინზე არის, ყოველთვის სწრაფად უნდა დავუფუშოთ ხოლმე ის ლაინი, რადგანაც თუ მის კრიფებს მოვკლავთ, ჩვენი კრიფები მოწინააღმდეგის ტურენდის ქვეშ შევა, შესაბამისად მოწინააღმდეგის ტურენდი მოკლავს მათ და არა თვითონ მოწინააღმდეგე, რის გამოთაც, რა თქმა უნდა, ისინი ამ კრიფებიდან გოლდს ვეღარ მიიღებენ და ჩამორჩებიან ფარმში. მეხუთე სტრატეგიის შემთხვევაში, როდესაც მატჩი დაიწყება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიძრათ მოწინააღმდეგისკენ, როდესაც ვიცით, რომ მოწინააღმდეგეზე ბევრად ძლიერი გმირი გვყავს, შეგვიძლია რომ კრიფები არა იქ მოვკლათ, სადაც ერთმანეთს ხვდებიან, არამედ აი აქ. აქ თუ მოვკლავთ კრიფებს, მოწინააღმდეგეზე რა თქმა უნდა უფრო სწრაფად ავალთ ლეველზე და ასევე ეს ყველაფერი მოგცემს იმის დროს, რომ მოწინააღმდეგეს ჟანგლში შევაწუხოთ.
ან მიდლენზე განკი გავაკეთოთ, ან თუ ამ კომპიუტერივით ცუდად თამაშობს მოწინააღმდეგე, შეგვიძლია აქვე მოკლათ, რადგანაც ჩვენ მასზე უფრო მალე ავალთ 2 ლეველზე კრიტის მოკვლის შემდეგ, ის მხოლოდ 1 ლეველზე იქნება და 2 სკილის გაკეთების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო დიდი უპირატესობა გვაქვს ვიდრე მას. ამ მომენტში რომ ფრეიეს ჩემთვის არ შემოედია, კრიფების გაწმენდის შემდეგ ზუსტად დამრჩებოდა დრო იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის რედბაფზე განკი გამეკეთებინა, როგორც ხედავთ, ის მწვანე რაღაცა გდია შესაბამისად. მან წითელი ბაფით დაიწყო, შესაბამისად ძალიან მარტივად შევძლებდი მისთვის ხელის შეშლას და პოტენციურად ან მისი რეტრიბუშენის დახარჯვას, ან შევძლებდი იმას, რომ წითელ ბაფს წავართმევდი, ხოლო თუ ის რეტრიბუშენს დახარჯავდა, ეს ყველაფერი მე მომცემდა იმის საშუალებას, რომ ჩემიანებისთვის მენიშნებინა, რომ მან რეტრიბუშენი გამოიყენა, რის შემდეგაც ჩემიანები ან პატარა კრაფს მოგლავდნენ ძალიან მარტივად, ან უბრალოდ მის ლურჯ ბაფზე გააკეთებდნენ განკს და სავარაუდოდ წაართმევდნენ. ასევე ლაინის დაკათვა ამ მონაკვეთშიც შეგვიძლია, მაგრამ ეს ყველაზე სარისკო მონაკვეთი არის, რადგანაც მოწინააღმდეგეებს შვენი მოკვლა ძალიან მარტივად შეუძლიათ აქ. ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ თამაშის პირველ 5 წუთში მოწინააღმდეგის ჯანგლის მხარეს უფრო დიდი დემეიჯი გვიკეთდება, ვიდრე ჩვენ მხარეს შესაბამისად პირველი 5 წუთი მსგავს აქციელს ან თავი უნდა მოვარიდოთ, ან დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ მოწინააღმდეგეები ჩვენს მოკლას ან ჩვენ შეჩერებას ვერ შეძლებენ. მეექვსე სტრატეგია ესე გამოიყურება, თუ ჩვენს გმირს დიდი ვამპირიზმი აქვს, ისეთები როგორიც არის რუბი, იქსბორგი, სიჟონგი და ასე შემდეგ, კრიფებთან ახლოს ბრძოლის შემთხვევაში, როდესაც კრიფებსაც ვაყენებთ დემეიჯს, ჩვენი გმირი უფრო ბევრს იმატებს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში მოიმატებს და შესაბამისად ჩვენ მოწინააღმდეგის დაჩაგვრა უფრო გვიმარტივდება და ისინი უფრო რთულად ვკლავენ. ასე შეგვიძლია მოწინააღმდეგის კრიფები გამოვიყენოთ ბრძოლაში, ხოლო თუ მოწინააღმდეგე თავს ჩაგრავს და ისე მოხდება, რომ ისინი ბრძოლისას მოვკლავენ, შანსი არსებობს იმის, რომ ჩვენმა კრიფებმა ჩვენი საქმე დაამთავრონ და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში გამოვყოთ. ეს მეორე ვარიანტი უმეტესად იღბალზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც ახსენებად ღირდა ჩემი აზრით. რაც შეეხება მეშვიდე სტრატეგიას, მეშვიდე სტრატეგია გამოიყენება მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეები იმდენად გშაგრავენ, რომ ბაზიდან გამოსვლის საშუალებასაც არ გვაძლევენ. როგორც ხედავთ, კატაპულტით ავტოვე ბოლო კრიფი, რაც იმას გამოიწვევს, რომ როდესაც ჩვენი კრიფები ისევ მოაწვევებიან ამ ადგილს, ჩემი დიდი კატაპულტი ცოცხალი დარჩება, რის შემდეგაც რა თქმა უნდა უფრო ბევრი კატაპულტი იმას ნიშნავს, რომ ჩემი კრიფები მოერევიან მოწინააღმდეგის კრიფებს, რის შემდეგაც რა თქმა უნდა აი ესეთ აგროვდებიან ძალიან ბევრი და მოწინააღმდეგის ტურნედებს ნელ-ნელა დაფუშავენ. ამ სტრატეგიას რამოდენიმე პლუსი აქვს, რის გამოთაც ჩვენ თამაშის შემოტრიალება შეგვიძლია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რისკის ქვეშ არ ვართ, რადგანაც ბაზიდან არ გავდივართ, შესაბამისად მოწინააღმდეგეებს ჩვენი მოკვლა იმის გამო, რომ ბაზიდან შორს მომყოფებით არ შეუძლიათ. ასევე კიდე ერთი დიდი პლუსი ის აქვს, რომ მოწინააღმდეგის ერთ-ერთ გმირს უწევს, რომ წავიდეს და ეს ლაინი დაიცვას, ხოლო თუ ის ჩვენთან ერთად არ იქნება, teamfight-ში მოწინააღმდეგეები 4 იქნებიან, ჩვენ კიდე 5 და მათი მოკვლა უფრო გაგვიმარტივდება. ზუსტად ამ სტრატეგიასთან მუშაობს ძალიან კარგად ჩვენი მერვე სტრატეგია, რომელიც ერაიველის სტრატეგია არის. ისეთი გმირები, რომლებსაც ტურნეტების და ბაზის აღება ძალიან მარტივად შეუძლია, როგორებიც არის სანი, ზილონგი და ასე შემდეგ, შეგვიძლია ერაიველის გამოყენებით კრიფი, როდესაც ბაზასთან ახლოს იქნება, ესე გადავიდეთ და ბაზის აღება ვცხადოთ. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, მოწინააღმდეგემ ჯგუა იხმარა, ერაიველი ბაზის დაცვისთვის გამოიყენა, რადგანაც როდესაც ერაიველს ვიყენებთ ბაზაზე ან ტურნეტზე, მას ვეღარ აქლებენ სიცოცხლეს, რის გამოთაც მოახერხა და ბაზა დაიცვა. ეს სტრატეგია უმეტესად დაბალ რანგზე ამართლებს, მაღალ რანგზე ერაიველის გამოყენებას ჩემი აზრით დიდად აზრი არ აქვს, რადგანაც მსგავს სიტუაციებში უბრალოდ ფიზიკურად არ ვარდებიან, რადგანაც მაღალ რანგზე ყველა თვალს ადევნებს მაპს და ამის გამო არ გაძლევენ უფლებას, რომ ტურნეტს ახლოში მიეკარო, ან უბრალოდ კრიფები მიუშვან მასთან ახლოს და ეს სტრატეგია გამოგაყენებინონ. მეცხრე სტრატეგია არის ლაინის გაყინვის სტრატეგია, ერთ-ერთ ლაინს არ უწმინდავთ, როდესაც მოწინააღმდეგეებზე უფრო მეტი ფარმი გვაქვს, რადგანაც თუ ისინი მის გაწმენდას გადაწყვეტენ, მათაც მოვკლავთ და შემდეგ გავწმინდავთ კრიფებსაც. ამ სტრატეგიის ბონუსები ის არის, რომ დაჩაგვრილ მოწინააღმდეგეს უფრო ვჩაგრავთ, რადგანაც მათთან ახლოს არ მიდის კრიფები მათ ტურნეტთან შესაბამისად. თუ მათ უნდათ რომ გაიფარმონ, უწევთ რომ გამოვიდნენ ტურნეტიდან, ანუ სახიფათო ზონაში გადაინაცვლონ, რის შემდეგაც მათი მოკვლა უფრო მარტივდება. თუ ესე არ მოიქცევიან, ჩვენსა და მათ ფარმს შორის განსხვავება უფრო გაიზრდება, ჩვენ უფრო ფარმებით და უფრო დავჩაგრავთ მათ. ამ სტრატეგიით ჩვენს ვკარგავთ იმ კრიფების ფარმს, მაგრამ ეგ არაფერი არ არის, რადგანაც შეგვიძლია რომ 5 კაცით მოწინააღმდეგის ჯანგლი გავასუფთავოთ და ამ გასუფთავების პროცესში რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეებიც მოკლათ, რადგანაც 5 კაცი ვიქნებით, ჩვენ ისედაც ვართ ფარმით, ისინი კიდევ რადგანაც ჯანგლსაც კარგავენ და ერთ ლაინსაც, ფაქტიურად მოგების შანსები აღარ რჩებათ.
მეათე ბოლო სტრატეგიისთვის მაგალითი არ მაქვს, მაგრამ მარტივი ასახსნელია, თამაში არიან გმირები, რომლებსაც late game-ში კრიპების მოკლა უჭირთ. დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, როდესაც late game-ში კრიპების მოკლას 1 საათი უნდებით და ფიზიკურად ვერ გლავთ. გმირზე მეტი რთული მოსაკლავი კრიპები არის ხოლმე როგორც ეს. როდესაც ბევრი გმირი თამაშობ, მარტივი ამოსაცნობია, როდესაც მოწინააღმდეგეს ისეთი გმირები ყავს, რომლებითაც კრიპების მოკლა რთული არის, ამიტომაც late game-ში ყოველთვის ეგეთი მოწინააღმდეგების წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ ხოლმე push-ი, რადგანაც მათ გაუჭირდეთ კრიპების მოკლა და ამის ხარჯზე მოვიგოთ მატჩი. დევს კიდეც არხზე მსგავსი ვიდეო, რომელშიც იმის გამო ვაგებ, რომ ფიზიკურად კრიპების მოკლას ვეღარ ვახერხებდი, არადა მოწინააღმდეგეებს ძალიან მარტივად გლავთ. სულ ეს იყო კრიპების სტრატეგიები, იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. თუ მოგეწონა ეს ვიდეო და თვლი რომ გამოსადეგი იყო, ოდნავ მაინც აუცილებლად გამოიწერე არხი, დაალაიქე და გაუზიარე მეგობრებს, რადგანაც ამ გზით მეც დამეხმარები და ასევე შენს მეგობარსაც, რადგანაც ისწავლის შემდეგში როგორ შეიძლება ლაინზე მოწინააღმდეგის დაჩაგვრა და აღარ იქნება ჩვენზე დამოკიდებული თუ როდის გავუგანკავთ მას ლაინს. Not even close!